ის როგორ უნდა გაარღვიო ალერგია თუ გაცეება არის რა. მე დილას ვიყო ერთი ხუთჯერ და ამას შემენა თავი გამ. მოკლედ არ ვიცი რა, მე ხან იმ წამალს შავიწეს კარში ექიმები ძალიან პატივსცემთ, მაგრამ ეს მისვლა არ გვევასება კარში რა. ადრე ორჯერ ვაცემინებდი და რაც ასაკი მემატება უკვე 4ჯერ ვაცემინებ იმენა და არ მინდა რომ გეომეტრიული პროგრესიით გამესარდოს და რაღაც 8ჯერ დაწევინება დავიწყო რა. მოვიხოდოთ ეხლა თან გუშინ რაღაცა თრეშის გადასაგდებად ფრეშად რო ჩავიცვი, ბარემ ეგრე ჩავიცვა. დავაი ძალიან იზი ჯობ. გადაიცვა ხუდი, სამსახურში ეხლა რაღაც პენშხოიციან. აი ამდენი ზმანები გაქვთ რაღაცები და ერთი კვირა დავდიოდი ამ ზედით, რაღაც ვიდეოებში ამ ზედით ხვდებოდი. აქ ხო წითელია, უცქირეც. არ მოვიტყუები და გარეთ ესე ვერ გავდივარ, იმიტომ რომ გრძელია და ნახეთ, ტყუილი საერთოდ არ გვია. ვაიმე ეს კი არ უნდა გამეხსნა, შარვალი უნდა გადავეკეცა. აქ ესე გადაიკეცა, გაიმართები, ჩაიკუზები. სხვადასხვა რაღაც ბულოვკებით დამაგრების პონტიც ვიცი, მაგრამ აქედან ნორმად იჩდება და მაქედან ნორმად იჩდება. ხო და ნახეთ, ამაზე ბეწოულის კურტკა უნდა შავიცო. ჯაჯულად ჩასმარი, my favorite style რა. აქ ესე მოვიხოდეთ, აბა ქუდი თუ გამისწორდება, ნახოთ ან სათვალე. ქუდის გამისწორდება და სათვალეც. ეს მაგარი სათვალე გამომადგა რა. დიდად შეიძლება ეხლა რაღაცა ლამაზად არ გამოიყურებოდე, მაგრამ თორია როგორი კომფორტით გამოიყურები. ადამიანი რო შეგხედოს და მიხვდება რომ ეგრევე კომფორტის წიხარ. მაგას რა ჯობია. შეიძლება იქ შანსი მოგეცეს რომ კურტკა შეიგო. ასე რომ შეკრული კურტკით ესე გამოვიყურებით. ლამაზად თუ არ მაფარია, ვაი ჩვენი ცოდვა. რეალურად ალბათ ესე შეიძლება გაგეჩიტოთ სადღაც. ხო და მოკლედ ლაივში ესეთი იყო. მას პრესებისგან მუსელი ვიტკინე? ილაკამენტე იო. მაგ კურტკასო ვენეციური კედლის რაღაცა აქვს, ხო იგრე მითხეს.